ახლა კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე 15 ივნისის არჩევნებში მონაწილე პარტიების ნაწილმა საკუთარი მხარდაჭერა კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატს გამოუცხადა. ხალხის პარტიის ლიდერმა ჯუმბერ თავართქილაძემ და პარტია ირაკლი ღლონტი რეფორმატორების მერობის კანდიდატმა თავიანთ ამომრჩევლებს მოახლოებულ არჩევნებზე გიორგი ერმაკოვის მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათი პარტიების წარმომადგენლები გააკრიტიკეს, რომლებაც თანადგომა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გიორგი დიასამიძეს გამოუცხადეს. მიმაჩნია და ლოგიკურიც არის მეორე ტურში გაიმარჯვოს ქართულმა ოცნებამ, რამე თუ ქვეყანაში დასრულდეს ორხელისუფლებიანობა და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი საქართველოში ხელის გაშორის პრინციპი. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ დღეს ლოგიკური იქნება თუ გაიმარჯვებს ქართული ოცნება. რაც შეეხება ჩემ მხარდაჭერა, მე მხარს ვუჭერ ქართულ ოცნებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რაიმე მოწოდებას ვაკეთებდი. ღირს დაფიქრებად, უნდა იდგეს თუ არა ქართველი კაცი იმ ნაციონალური მოძრაობის გვერდით, რომელმაც განადგურების პირამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა. და ჩემო ბათუმელებო, მე გთხოვთ, ნათელ მომავალს დაუჭირეთ მხარი და იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც მოგვაცილა სატანა და შემოხაზეთ ჩემო მხარდაჭერებო 41. ეს არის